შშმ-პირების პრობლემების დემონსტრირების მიზნით ვარდების სკვერში პერფორმანსი მოეწყო. ღონისძიების ფარგლებში გამოიფინა ფოტოები, რომლებზეც სპორტულ ღონისძიებებში მონაწილე შშმ-პირები არიან აღბეჭდილი. ამ გზით ორგანიზატორები შეეცადნენ ეჩვენებინათ, რომ ადაპტირებული გარემოს შექმნის შემთხვევაში ისინი სპორტულ ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთვებიან. სმენა დაქვეითებული უსინათლო ეტლით მოსარგებლე ტერმინების შეხსენებით შშმ-პირები შეეცადნენ აეხსნათ საზოგადოებისთვის თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწორი ტერმინების გამოყენება ინტეგრაციისა და დასაქმების კუთხით. ღონისძიება ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის ორგანიზებით განხორციელდა. ჩვენ გვინდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ ადაპტირებულ გარემოში როგორ ახდენენ თვითრეალიზებას შეზღუდული შეხედულებების მქონე პირები. დღეს იქნება აქ სპორტის სახეობების წარმოდგენილი, რომელშიც თავისუფლად ახერხებენ თვითრეალიზებას შეზღუდული შეხედულებების მქონე პირები, თუ მათ ექნებათ ადაპტირებული გარემო. ასევე ტერმინების ხაზგასმა, რომ საზოგადოებაში ბოლოს და ბოლოს დამკვიდრდეს სწორი ტერმინები და ამოვიღოთ ის არასწორი და დისკრიმინაციული ტერმინები. ღონისძიების მიზანია, რომ ის დამოკიდებულება და ის მიმართვა, თქვათ, რაც დღეისათვის უნდა შეზღუდული პირების მიმართ არსებობს. თქვათ, იგივე არასწორი სიტყვებით, არასწორი ტერმინებით მიმართვის მხრივ შეიცვალოს, გამოსწორდეს და საზოგადოებამ მიაპყროს ისეთი ყურადღება და ისე მიმართოს ამ ადამიანებს, როგორც ისინი რეალურად იმსახურებენ. საზოგადოების გარკვეულ ფენას აქვს რაღაცნაირი წარმოდგენა. თითქოს და ქუჩაში გამოსვლას რო დაინახავს, რაღაც გაკურებულ სახით უყურებს. დღევანდელი დღის მიზანი ის არის, რომ საზოგადოების ეს აზრი თუ მოსაზრება თუ ქცევა როგორმე დავამცხრიოთ და ისეთ პირებად წარმოვადგინოთ შშმ-პირები, თითქოს და არავითარი განსხვავება არ არის. თითქოს და კი არა და ეს ესეა ნამდვილად.